დღეს ნების კვირის ოთხშაბათია. დიდი ოთხშაბათი, როგორც მას საეკლესიო ტრადიციაში უწოდებენ. სხვანაირად ამ დღეს ასევე მოიხსენიებენ როგორც წმინდა ოთხშაბათს. ეკლესია ამ დღეს იხსენებს იესო ქრისტეს სტუმრობას სიმონის სახლში და დედაკაცის მიერ მასზე მილსაცხებლის ცხებას. ასევე ეკლესია ამ დღეს იხსენებს იუდას გადაწყვეტილებას გაურიგდეს, შეუთანხმდეს მღვდელმთავრებს, რათა გასცეს, გაყიდოს ქრისტე. მოდით წავიკითხოთ საღვთო წერილი. ხოთ, ჩემთან ერთად გადაშალეთ მარკოზის სახარება მე-14 თავი. წავიკითხავთ 11 მოხს. მარკოზის სახარება მე-14 თავი, წავიკითხავთ პირველ 11 მოხს. ორი დღის შემდეგ პასექისა და უფუარობის დღესასწაული იყო. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ეძებდნენ, როგორ შეეპყროთ იგი მზაკრობით და მოეკლათ. და ამბობდნენ, ოღონდ დღესასწაულზე არა, რათა ხალხი არ აღშფოთდესო. როცა იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვნის სახლში და ინახად იჯდა, მივიდა დედაკაცი, რომელსაც ალებასტრონის ჭურჭლით ჰქონდა სუფთა ნელსაცხებელი, ძვირადღირებული ნარდისა და გატეხა მან ალებასტრონი და თავზე დაასხა მას. იყვნენ ზოგიერთნი, რომლებიც აღშფოთებით ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, ასე რა დაიხარჯა ნელსაცხებელიო. ხომ შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა 300 დინარზე მეტად და ღარიბებისათვის დარიგება და კიცხავდნენ მას. იესომ თქვა, მოეშვით მაგას, რატომ აწუხებთ? მაგან ხომ სიკეთე მიყო, ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ და თუ კი მოისურვებთ, შეგიძლიათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით. მან ის გააკეთა, რაც შეეძლო, წინასწარ სხო, ჩემს ხელს დასამარხავად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სადაც კი ქადაგებენ სახარებას მთელს სოფელში იტყვიან, რაც მან გააკეთა მის მოსაგონებლად. იუდა ისკარიოტელი, ერთი იმ 12-თაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან, რათა გაეცა იგი. მათ მოისმინეს, გაიხარეს და აღუთქვეს მას ვერცხლის მიცემა. ის კი მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რათა გაეცა იგი. ეს არის უფლის სიტყვები. მოდით ვილოცოთ. უზენაესო ღმერთო, მოწყალე მამაო, ჩვენ მადლობას გიხდით შენი დაწერილი სიტყვისთვის, რომელთაც გვიცხადებ შენს ნებას, შენს სიდიადეს და შენს სიყვარულს. ჩვენ მადლობას გიხდით, რომ შენი სიტყვის მეშვეობით ჩვენ გვაქვს გასაღები, ეზიაროთ შენს მადლს, გერწმუნოთ და მწმენით გქონდეს საუკუნო სიცოცხლე. გთხოვ, ამ დღეს გახსენი ჩვენი გულები და ყურები. ჩათესე ჩვენს გულებში უხვად შენი წმინდა სიტყვა და მოგვეცი უფალო, რათა ამ თესლმა გამოიღოს ნაყოფი. გვაკურთხე და გვიწინამძღვრე წმენაში იესოს სახით ვლოცულობთ. ამინ. მაშასე დიდი ოთხშაბათი. სახარებებში აღწერილია ასევე მსგავსი ისტორია. ეკლესიის კვლევართა და ეკლესიის მამათა აზრი იყოფა, რომ ისტორია, რომელიც ჩაწერილია იოანეს სახარებაში და უკავშირდება მარიამის სახელს, ბევრი საეკლესიო მოღვაწის აზრით არის სხვა ისტორია. რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, იმიტომ რომ კონკრეტულად ვიცით რა ერქვა ქალს, კონკრეტულად ვიცით რომელ ადგილზე მოხდა და როდის მოხდა. ისტორია, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, ძალიან უცნაურ ადგილას აქვს ჩასმული მარკოს. თითქოს მან განგებ ეს ისტორია მოათავსა ისეთ ადგილას, რომ ჩვენ შთაბეჭდილება შეგვექმნას, რომ არის აქ გარკვეული აზრობრივი წყვეტა. მე-14 თავი იწყება აღწერით, რომ ფარისელებმა, მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა გადაწყვიტეს, მოითათბირეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეგეგმათ ქრისტეს მზაკრობით შეპყრობა და მოკლვა. მაგრამ ამავდროულად ამ გადაწყვეტილებას ახლდა შიში. ვინაიდან
ახლდებოდა დიდი დღესასწაული პასექისა. ამ დროს ისრაელში, კერძოდ იერუსალიმში გროვდებოდა უამრავი ადამიანი. დაახლოებით მიჩნეულია, რომ მნახველთა, ვიზიტორთა, მომლოცველთა, მორწმუნეთა რიცხვი ამ დროს 5-ჯერ აღემატებოდა მოსახლეობის რაოდენობას. ანუ ჩვენთვის რომ იყოს გასაგები, იყო უამრავი ადამიანი ამ დროს შეკრებილი და იკრიბებოდა იერუსალიმში. ყველაფერი ეს ხდება იერუსალიმთან ახლოს, ბეთანიაში, პატარა სოფელში. როდესაც ჩვენ ვკითხულობთ ამ ისტორიას, ამ საბედისწერო კვირას, კვირის დღეს, ოთხშაბათს, რატომ საბედისწერო კვირის დღეს? იმიტომ რომ ეკლესიის ისტორიაში ორი დღე არის გამორჩეული თავისი ტრაგიზმით და მნიშვნელობით, რომელიც უკავშირდება ქრისტეს აღსასრულს. ეს არის ოთხშაბათი, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება იუდამ, რომ გასცეს იგი, ამიტომ ეკლესია ყოველთვის მარხულობდა ოთხშაბათს და ასევე პარასკევს, როდესაც ჩვენი უფალი იესო ქრისტე აღესრულა ჯვარზე. მაგრამ უცნაური ის არის, რომ ის ისტორია, რომელიც უკავშირდება ფარისევლებს, ღვთაებებს, წიგნობრებს, ის ისტორია, რომელიც უკავშირდება იუდა ისკარიოტელს, თითქოს მარკოზი განგებს სვამს ამ ამბავს ამ ორი კონტექსტს შორის. ანუ თითქოს განგებ ამ ქალის რადიკალურ საქციელს აღგვიწერს მარკოზი. ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ ღვთაებმა გადაწყვიტეს იესოს მზაკვრობით შეპყრობა და მოკლა და ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ უახლოესმა პიროვნებამ, იესოს უახლოესმა პიროვნებამ გადაწყვიტა იესოს გაყიდვა. თითქოს ამ ქალის საქციელი მართლაც, როგორც ეკლესიის მამები ამბობენ, ანათებს ამ ორ სიბნელეს შორის. თითქოს ამ ქალის საქციელი არის გამორჩეული თავისი წყინვალებით და ჩვენ ამას ვკითხულობთ. და თითქოს ეს არის მართლაც უცნაური პაუზა ამ ისტორიებს შორის. ბევრი დამეთანხმება, რომ საკითხის დრო შეიძლება ჩვენ აღმოვაჩინოთ საოცარი კონტრასტი. იმას შორის, რაც არის, რაც ხდება მწიგნობრებსა და ღვთაებს შორის და იმ ამბავს შორის, რაც უკავშირდება იუდას. დღეს მოდით სულწმინდის შეწევნით ოთხ კითხვას უპასუხოთ. 4 რამეზე ვისაუბროთ. პირველი, რა გააკეთა ამ ქალმა? მეორე, როდის გააკეთა? მესამე, რატომ გააკეთა? და მეოთხე, ვისაუბროთ ქრისტეს შეფასებაზე მათი საქციელებით. 4 რამ, რა გააკეთა, როდის გააკეთა, რატომ გააკეთა და ქრისტეს შეფასება მათი საქციელებით. კარგად რომ გავიგოთ ეს ისტორია. იესო ვახშმობს ერთ პიროვნებასთან, რომელსაც ქვია სიმონი. სახარებაში ჩაწერილია, რომ ის იწოდება როგორც კეთროვანი. რა თქმა უნდა, იმ დროს ის კაცი ვერ იქნებოდა კეთროვანი, მაგრამ ეკლესიის მამები ამბობენ, რომ ეს ადამიანი სავარაუდოდ დიდი ალბათობით იესომ განკურნა კეთრისგან. და ამ ადამიანმა მადლიერების ნიშნად მიწვია ის საკუთარ სახლში. იესო ვახშმობს მასთან და თითქოს არც არსაიდან ჩნდება ეს ქალი, უსახელო ქალი, რომელიც მიდის ქრისტესთან, მიდის თამამად, მიახლება მას და თავზე ასხამს ძვირფას ნელსაცხებელს. იმისათვის რომ კარგად გავიგოთ ზუსტად მნიშვნელობა მისი საქციელის, აუცილებელი არის რომ ვიცოდეთ როგორ მოხდა და რა გარემოებაში მოხდა ეს საქციელი. სხვა მხრივ ჩვენ უბრალოდ ვიფიქრებთ რომ ამ ქალმა თამამი ნაბიჯი გააკეთა და ქრისტეს თავზე დაასხა ნელსაცხებელი. მაინც რა გააკეთა ამ ქალმა? რა იყო მისი საქციელი? იესომ ამ ადამიანის საქციელი შეაფასა როგორც კეთილი საქმე. დაწერილია, იესომ თქვა, მან ხომ კეთილი მიყო მე? ქრისტეს შეფასებით,
ქრისტეს გადმოსახეთიდან, იესოს პერსპექტივიდან ამ ქალის აქციელი იყო კეთილი საქმე. ორიგინალში ბერძნულში სიტყვა კეთილი ასევე შეიძლება გადაითარგმნოს როგორც ლამაზი. ამიტომ სხვადასხვა თარგმანში შეიძლება შეხვდეთ ლამაზი საქმე, კარგი საქმე, სიკეთე. ქალმა მოიტანა ალებასტრონის ჭურჭლით ნელსაცხებელი. დაწერილია რომ ეს იყო ძალიან ძვირად ღირებული ნელსაცხებელი და რატომ? ნარდის სცენარე ახლო აღმოსავლეთში არ მოიპოვებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი ბუჩქის მსგავსი მცენარე, რომლისგანაც ამზადებდნენ ძვირფას პარფიუმერიას, ძვირფას ზეთს, ძვირფას მირონს, ძვირფას ნელსაცხებელს. მისი იმპორტი ხდებოდა სავარაუდოდ ინდოეთიდან. ანუ იმისათვის რომ ისრაელში მომხდარიყო ეს ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, მას უნდა გამოიარა ძალიან დიდი გზა. გარდა ამისა, იმ დროს თუ ვინმე ინახავდა ამ ძვირფას ნელსაცხებელს ჭურჭელში, ალებასტრონის ძვირფას ჭურჭელში, ინახავდა, იმიტომ რომ ეს აღიქმებოდა როგორც ოჯახური რელიკვია. ეს იყო ოჯახური სიმდიდრე, მემკვიდრეობას კი, იმიტომ რომ შეიძლებოდა თაობიდან თაობას გადასცემოდა ეს ნივთი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იყო ძალიან ძვირფასი რამ, რაც კი გააჩნდა ამ ქალს. ამ ქალმა აიღო ეს ძვირფასი ნივთი და დაასხა ქრისტეს თავზე. ანუ სხო მას, როგორც ამბობენ. 300 დინარი. დღეს ჩვენ დინარს არ ვიყენებთ. მაგრამ შეგვიძლია რომ ისტორიული წყაროების მიხედვით გადმოვიტანოთ ჩვენს ფულად ერთეულზე და მიახლოებით ვიცოდეთ რამდენია 300 დინარი. 300 დინარი ეს არის იმდროინდელი ჩვეულებრივი მაცხოვრის 1 წლის შემოსავალი. 1 წლის შემოსავალი. სტატისტიკურად საქართველოში საშუალო ხელფასი 1300-1800 ლარია საშუალოდ. ეხლა გაამრავლეთ ეს რიცხვი 12-ზე პლუს მინუს და წარმოიდგინეთ რა ღირებულების ნელსაცხებელი მოიტანა და სხო ამ ქალმა ქრისტეს. 300 დინარი, წლიური შემოსავალი, 1 წლის ხელფასი. რა არის სიკეთე? იესო ამბობს, ამ ქალმა მე მიყო სიკეთე. რა არის სიკეთე? და შეიძლება საერთოდ ქრისტეს ღმერთს გავუკეთოთ სიკეთე? შეიძლება თუ არა რომ ჩვენ გავაკეთოთ ისეთი რამ, რაზეც ღმერთი იტყვის რომ აი სიკეთე გააკეთე. როდესაც ამ ქალმა ეს აქციელი ჩაიდინა, წამოვიდა ძალიან დიდი დაპირისპირება, ძალიან დიდი ოპოზიცია და მოყვა კრიტიკა, ეს ქალი გაეხვია კრიტიკის ქარცეცხლში. მას ეუბნებოდნენ, რატო მოიქეციას? რატო გააკეთე ეს? ხომ შეიძლებოდა ამის გაყიდვა, თუ მაინც გინდოდა მისი დამსხრევა, იმიტომ რომ თუ მოხსნიდნენ სახურავს, ლუქს, ბეჭედს, მაშინ აუცილებლად ის უნდა გამოეყენებინათ. იმიტომ რომ ის დაკარგავდა მის ქიმიურ ბიოლოგიურ თვისებებს. ამიტომ აუცილებელი იყო რომ ის უნდა გამოყენებულიყო მომენტალურად. და იმ გარემოცვაში, სადაც იესო იყო, დაიბადა ასეთი კითხვა, რატომ დაიხარჯა? რატო დახარჯა ამ ქალმა ასე ფუჭად? ხომ შეიძლებოდა რომ ამით სიკეთე გაკეთებულიყო, სხვა სიკეთე, ველმოქმედება, დახმარება ობლებს, დახმარება ღარიბებს. სამწუხაროდ იქ მდგომ ადამიანებს არ ესმოდათ, რომ ის რაც გააკეთა ქალმა ქრისტესთვის, უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე დახმარება ღარიბებისთვის. სამწუხაროდ არც მოწაფეებს არ ესმოდათ, მათთვის ამოუხსნელი იყო, რატომ დაიხარჯა ასე ფუჭად ეს ნელსაცხებელი. დებოდა ძმებო, მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გავიგოთ, რომ ჩვენი მოქმედებები თუ პირდაპირ და ირიბად არ არის დაკავშირებული ქრისტესთან. მაშინ ასეთ მოქმედებას არ ექნება აღიარება ღვთისგან როგორც სიკეთე. ამ ქალმა პატივისა ქრისტეს თაყვანისცემა გამოავლინა, სიყვარული გამოავლინა, მისდამი რწმენა გამოავლინა.
და ქრისტემ ამას უწოდა სიკეთე. შეიძლება ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებდეთ. შეიძლება ჩვენ ძალიან ბევრი ქველმოქმედებით ვიყოთ ცნობილი. შეიძლება ისეთ რა საქმეებს ვაკეთებდეთ, რომლებიც ადამიანების წინაშე იყოს გასაოცარი და კარგი, მაგრამ თუ ამ ყველაფერს ღვთისაგან არ მოყვა შეფასება, რომ ეს არის სიკეთე ჩემ თვალებში, მაშინ ასეთ მოქმედებას ფასი არ აქვს. თუ ჩვენი მოქმედების ცენტრში არ არის ქრისტე, თუ თავად იესო არ არის ობიექტი ჩვენი სიკეთისა, ჩვენი მოქმედებისა, ასეთი სიკეთე ვერ იქნება გაგებული, ასეთი მოქმედება ვერ იქნება წარმოჩინებული, როგორც სასურველი ღმერთისადმი. იმიტომ რომ ამ ქალს ქონდა არჩევანი ყოველთვის იყო. მას შეეძლო გაეყიდა ეს ნენსაცხებელი, დაერიგა ღარიბებისათვის ფული, ან მიეტანა ქრისტესთან. როგორ იზომება სიკეთე? სიკეთე იზომება იმით, თუ როგორ ზომავს და აფასებს მას ღმერთი. იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ შორის ძალიან ბევრი სიკეთეა, ბევრი რელიგიურობა. და ეს შემთხვევით ნამდვილად არის დაწერილი, იმიტომ რომ მღვდელმთავრები და ფარისევლები თავიანთი რელიგიურობით მიდიოდნენ ღმერთთან. მაგრამ იესო მათ აკრიტიკებდა. ლიტერატურულ კონტექსტს თუ შევხედავთ, ამ ამბავს წინ უძღვის იესოს მიერ ფარისევლების, სადუკევლების, მღვდელმთავრების მხილება, რომ მათი რელიგიურობა ვერ იქნებოდა შეფასებული როგორც ღმერთისთვის სათნო და მოსაწონი. ძალიან დიდი საფრთხე არის რელიგიურობაში. როცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ნაბიჯები, ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი აზრები, ჩვენი მოქმედებები მოგცემს საშუალებას მივაღწიოთ ღმერთს. მოგცემს საშუალებას ვაამოთ ღმერთს. როცა ჩვენ ვცდილობთ, რომ ღვთის სიტყვის მიღმა ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ისე, რომ ღმერთისთვის დავრჩეთ მოსაწონები. რელიგიურობაში ძალიან დიდი საფრთხე დევს. და საფრთხე დევს იმაში, რომ ჩვენ ვერ გავათვითცნობიეროთ რეალურად რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. პრაქტიკულად ყველა ადამიანი იესოს ირგვლივ ქრისტეს გარდა დაბრუნებული აღმოჩნდა. ვერ ხვდებოდა, რაც გააკეთა ქალმა, რას ნიშნავდა ეს. იესომ თქვა, ეს სიკეთეა. მან სიკეთე მიყო მე. მეორე, მაინც როდის გააკეთა ამ ქალმა? პრაქტიკული გადმოსახედიდან ამ კითხვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ ამ ქალმა გამოხატა სიკეთე. ამ ქალმა გამოხატა სიყვარული ქრისტესადმი. მართლაც დიდი სიყვარული, მაგრამ გამოხატა მაშინ, როდესაც მისი არავის არ ესმოდა. როცა მას ვერ უგებდნენ და უფრო მეტი მოდიოდა კრიტიკა, მოდიოდა ლანძღვა, მოდიოდა გაკიცხვა და ეს ქალი პრაქტიკულად განწირული იყო, რომ არა ქრისტეს დაცვა. ქალი გამოხატავს ქრისტესადმი სიყვარულს არა უკვე მიცვალებულის, არამედ ჯერ კიდევ ცოცხალის. ეს არის მნიშვნელოვანი აზრი. ეს ქალი აკეთებს იმას, რასაც აკეთებს მაშინ, როცა ქრისტე არის ცოცხალი. და არის აქ ერთი მომენტი. ჩვენ ვიცით, რომ ეს ქალი ცოდვილია, ვინაიდან ყველა ადამიანი ცოდვილია, მაგრამ ამ ცოდვამ მიცა მას საშუალება მისულიყო ქრისტესთან. ცოდულმა მდგომარეობამ მას ჭყალებში დაეხმარა, რომ მისულიყო ქრისტესთან. უფრო მეც გეტყვით, აღქმა იმის, რომ ხარ ცოდვილი, უფრო გეხმარება მიხვიდე ქრისტესთან, ვიდრე აღქმა იმის, რომ ხარ მართალი. ყველაზე დიდი დაბრკოლება ფარისევლებისთვის იყო ის, რომ ისინი არ თვლიდნენ თავიანთ თავს ცოდვილებად. ისინი იყვნენ მართალნი. მათი საქმეები იყო საკმარისი, მათი საქმეები იყო ღმერთისთვის მოსაწონი, მისაღები. მაგრამ სამწუხაროდ ქრისტემ არ მიიღო მათი მოქმედება. სამწუხაროდ ქრისტე კიცხავდა, ქრისტე ამხელდა მათ, მაგრამ შეხედეთ ამ ცოდულ ქალს. შეხედეთ აქ როგორ დაკავშირებულია რელიგია ცოდვასთან. როგორ დაკავშირებულია, როგორ საპირისპიროდ დგას ერთმანეთთან გააზრება იმის, რომ ხარ სუსტი, გააზრება იმის, რომ შენ გჭირდება ქრისტე, ვიდრე იმის, რომ გააზრება, რომ შენ მართალი ხარ ღმერთის წინაშე.
ისინი ფარისევლები ყოველთვის იკვეხნიდნენ იმით, რომ ისინი აბრაამის შვილები იყვნენ. ისინი იყვნენ რჩეულები. ღმერთს უყვარდა ისინი განსაკუთრებით. მათი ისტორია, მათი ტრადიციები, მათი წესები, ჩვეულებები, ადათები, მათი უზადო მეათედის გაცემაც კი ადასტურებს იმით, რომ მათი გული დანდობილი იყო იმაზე, რასაც ისინი აკეთებდნენ. მაგრამ იოანე ოქროპირი, როცა საუბრობს ამ ამბავზე, ისამობს, რომ ქალი დარწმუნდა იმაში, რომ შეეძლო მისი სისუსტის გამო, ცოდვილი გულის გამო, მისულიყო ქრისტესთან და გაანკურნებულიყო. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ თუ სიმონ კეთროვანმა მიიღო განკურნება კეთრისაგან, ეს ქალი დარწმუნდა, რომ ის შეძლებდა ქრისტესაგან სულიერი კურნების მიღებას. სულიერი კურნების მიღებას. პრაქტიკულად აი ეს განცდა რომ ცოდვილია, განცდა რომ სუსტია, განცდა რომ უმწეოა, განცდა რომ მას ჭირდება შველა, ქალს ეხმარება მივიდეს და თამამად წარდგეს ქრისტეს წინაშე. პრაქტიკულად ეს ქალი ტაბუს ამსხრევს. ეს ქალი ცილდება იმ რელიგიურ ჩარჩოებს, რომელიც მიღებული იყო მაშინ. იმიტომ რომ ვიღაც უცხო ქალი მიდის ქრისტესთან, რომელიც არის სტუმრად და აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. პრაქტიკულად ეს არის ძალიან დიდი გამოძახილი, უცნაური, დაამსხვრია მან ის წესები, რაც მაშინ არსებობდა. მაგრამ იესოსგან იყო აღიარება და კიდევ ერთი. როდის გააკეთა ეს? მაშინ, როცა ყველაზე უცნაური და საშიში იყო ამის გაკეთება. როდის ჩვენ უნდა დავრჩეთ ქრისტიანებად? მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად დიდი შანსი არსებობს. გაგვიცხონ, ვერ გაგვიგონ. მაშინ, როდესაც ყველაზე დიდი ალბათობა არსებობს იმის, რომ შეიძლება აღმოჩნდეთ უარყოფილები. დღეს შეიძლება არავინ არ ყრის ლომების ხახაში. დღეს შეიძლება არავინ არ აკეთებს ჩვენი ქონების კონფისკაციას, იმის გამო რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები ან იმის გამო რომ ჩვენ გვწამს ქრისტე, მაგრამ დღესაც შეიძლება ჩვენ აღმოჩნდეთ მინიმუმ დისკომფორტში, მინიმუმ უცნაურ სიტუაციაში, არასასიამოვნო მდგომარეობაში, ჩვენ სამსახურში, ჩვენ სამეზობლოში, ჩვენ სანათესაოში, უბრალოდ ვერ გაგიგონ. შეიძლება უბრალოდ ძალიან დიდი დისკომფორტის გადატანა მოგიწიოს. აღრმობ იმაზე, რომ დღესაც შეიძლება ადამიანები თუ ჩვენს ქვეყანაში არა სხვაგან კარგავდნენ პატივს, ღირსებას და სიცოცხლესაც კი. ეს ქალი პრაქტიკულად მიდის რისკზე, რომ ამ ყველაფერი დაკარგოს. ისედაც დამცირებული სტატუსის მქონე პიროვნება მიდის იმ თამამ ნაბიჯზე, რომ აღიაროს ქრისტე, სიყვარული გამოხატოს მის მიმართ, მიუხედავად იმისა, რა სიტყვიან მასზე. ეს ქალი მკაცრად გაკიცხეს, დაადანაშაულეს, რომ მოიქცა უაზროდ და ფუჭად. მაგრამ არსებობს ერთი რამ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალის წინააღმდეგ იყო ბრბო, რომელიც მას კიცხავდა, ადანაშაულებდა, ამცირებდა, იესო გამოვიდა, რომელიც იცავდა და ამბობდა, მოეშვით, შეეშვით მას. რატომ აწუხებთ? იესო გვევლინება როგორც დამცველი ამ თამამი პიროვნების, რომელიც იცავს ამ პიროვნებას და ამბობს, გაანებეთ მას თავი, შეეშვით, მე მან სიკეთე მიყო. პრაქტიკულად ქრისტე ხდება ამ ადამიანის ყველაზე დიდი ქომაგი, ყველაზე დიდი დამცველი, ყველაზე დიდი შემქებელი და იცით რატომ? იესომ ყურადღება მიაქცია ამ ადამიანის მსხვერპლს. დებოდაძმებო, ჩვენი მსხვერპლი არ ჩნდება ღმერთს ყურადღების მიღმა. ღმერთი ყველაფერს ამჩნევს, ყველა ჩვენს ლოცვას, ყველა ჩვენ თავდადებას, ყველა ჩვენს გრძნობას და ემოციას. მაშინაც კი, როცა ჩვენ კივილის გაკიცხვის ქარცეცხლში ვარდებით. მაშინაც კი, როცა ჩვენ განვიცით დისკომფორტს ჩვენი რწმენის გამო, ქრისტე მზად არის დაგვიცვას. ქრისტე მზად არის გახდეთ ჩვენი ყველაზე დიდი ქომაგი. შემდეგი რამ? რატომ გააკეთა მაინც ეს ამ ქალმა? რატომ დახარჯა მან ეს ძვირფასი ნელსაცხებელი? ღმერთი საკუთარი გეგმით და განზომილებით, საკუთარი განზრახვითა და გეგმით მოქმედებს.
იესომ თქვა, მუდამ მე არ გეყოლებით, მაგრამ ამ ქალმა გააკეთა ეს ყველაფერი იმისათვის, რათა მომამზადოს და სამარხად. მანამდეც ქრისტე ხშირად საუბრობდა მის სიკვდილზე, რომ ის მიდიოდა იმისათვის, რათა ვნებულიყო, რათა მას ეტვირთა ჯვარი, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ბოლომდე ვერ მიდიოდა ადამიანების გულებამდე. ისინი ვერ ხვდებოდნენ რა ჯვარცმაზე საუბრობდა იესო, რომელიც დიდებით შევიდა იერუსალიმში. მას ბევრი აღიარებდა ჯერ კიდევ, მისი ბევრი სწამდა, მას ბევრი ემადლიერებოდა მისი საქმეების გამო, ამიტომ უცნაური იყო ქრისტეს ნათქვამი საჯაროდ გაცხადებული, რომ ამ ადამიანმა დააღვარა ნელსაცხებელი იმისათვის, რომ მე დავიმარხო. წინასწარ სხო ჩემს ხელს დასამარხად. რა თქმა უნდა, იმ დროს არსებობდა წესი, მიცვალებას პატივს უგებდნენ, წესს უგებდნენ. მაგრამ ამ ქალმა თავისი ქცევით გააცხადა, რომ იესო იყო მესია, მეშიახ, როგორც ებრაულად არის, მესია, ნამდვილი მესია ცხებული. და თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მესია მოვიდა იმიტომ, რომ განკურნოს, თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მესია ჩამოვიდა იმიტომ, რომ დააპუროს, თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მესია მოვიდა ამ მიწაზე იმისათვის, რომ აღადგინოს მტრებით, მაშინ ჩვენ ძალიან ვცდებით. ეს არ არის ქრისტეს მისია. მთელი სწავლება არსებობს ქრისტეს მისიის შესახებ. მაგრამ რომ არ გადავიჭრათ რელიგიურ ფილოსოფიაში, დავრჩეთ ღვთისმსიტყვაში და დავფიქრდეთ, რატომ გააკეთა ეს ამ ქალმა? რა შუაშია ქრისტეს დამარხვა და წინასწარ ცხება? დებოდა ძმებო, იესო ქრისტე არის მესია, რომელიც მოვიდა რათა მოკვდეს. იესო ქრისტე არ მოსულა აქ იმისათვის, ძირითადი მისია მისი არ ყოფილა, მისი მოსვლის მთავარი მიზეზი, რომ მან დააპუროს, ქარიშხალი ჩააცხოს, ბრმას თვალი აუხილოს, განკურნოს კეთროვანი. არა. მესია მოვიდა იმისათვის, რათა მოკვდეს. მესია მოვიდა იმისათვის, რათა ჯვარს ეცვას. მესია მოვიდა იმისათვის, რომ დაიკავოს სოდვილების ადგილი ჯვარზე. და ეს ჯერ კიდევ უცნაურია, დაწერილია, როცა ყველაფერი ახდა და როდესაც ყველაფერი დასრულდა იონეს სახარებაში, მისმა მოწაფეებმა შემდეგ გაიხსენეს მისი ნათქვამი და ირწმუნეს. იესომ პრაქტიკულად ამ სიტყვით დაადასტურა, რომ ის ირჩევს ნებაყოფლობით სიკვდილს. მას აქვს არჩევანი. მას აქვს შესაძლებლობა შეცვალოს ისტორია, მაგრამ ის ირჩევს, ის გამიზნულად, განზრახულად, სრულიად გაგებით მიდის სიკვდილზე. მისი მისიის ურყევი ნაწილი არის სიკვდილი. იცით რატომ? იმიტომ რომ სიკვდილის გარეშე არ არსებობს აღდგომა. სიკვდილის გარეშე არ იქნებოდა მისი ბრწყინვალე აღდგომა და გამარჯვება სიკვდილზე. სხვანაირად შეუძლებელი იყო. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელი იყო ღვთის ცხებულს აღესრულებინა ღმერთის ნება. როდესაც ქალი ასხამდა თავზე ნელსაცხებელს იესოს, ბევრს წარმოედგინა სცენა ძველი აღთქმიდან, იმიტომ რომ ეს მოქმედება იყო ებრაელებისთვის საკმაოდ ნაცნობი. ძველ აღთქმაში ცხებული იყო მეფე, ძველ აღთქმაში ცხებული იყო მღვდლები და ძველ აღთქმაში ცხებული იყვნენ წინასწარმეტყველები. ისინი ყველა იყო ცხებული ღვთისგან, ღვთისსულით და ამის სიმბოლური გამოხატულება იყო ნელსაცხებელი მათ თავზე. მაგრამ თითეული მათგანი იყო ცხებული იმისათვის, რომ ეცხოვრა, იმისათვის, რომ ემსახურა ღმერთისათვის და მათი მისია იყო ეს. მაგრამ ნამდვილი მესიის მიზანი იყო ის, რომ მომკვდარიყო. იესო ჩამოვიდა რათა მოკვდეს. ის მიდის ჯვარზე და როდესაც ჩვენ აქ ნების კვირაში ვკითხულობთ, თითქოს ვიწროვდება ჩვენი ისტორიის ქრონოლოგია. ჩვენ ხედავთ, რომ უკვე ყოველ დღე იესო აკეთებს ისეთ რამეს, რაც უკავშირდება პირდაპირ მის სიკვდილს ჯვარზე. იესომ თქვა ამ ქალმა მე მცხო და ამით სიკეთე გააკეთა. წინასწარ სხო ჩემს სხეულს დასამარხავად. სიკვდილი არის გარდაუვალი. ეს იყო იესოს განცხადება. სიკვდილი
რომელიც აუცილებლად მოიტანდა გამარჯვებას. და ბოლოს ქრისტეს შეფასება მათი საქციელით. თითოეული მათგანი ამ ისტორიაში რაღაცას აკეთებს. ამ ისტორიაში მღვდელმთავრები, წიგნობრები ამზადებენ გეგმას. მათ აქვთ შეთქმულების, მოწყობის სურვილი. მათ სურთ, რომ მზაკრობით შეიპყრონ ქრისტე, სიფრთხილით, რომ ხალხში არ ატყდეს აჯანყება, ხალხი არ აღშფოთდეს, ხალხი არ ამბოხდეს. და მათი სურვილია, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ჩუმად, დაფარულში. ვინაიდან ასეთი მოქმედების გაკეთება იყო უკიდურესად სარისკო დღესასწაულზე. ჩვენ ვხედავთ ამ ქალს, რომელმაც ძალიან ძვირფასი ნივთი გატეხა და ძვირფასი რამ შესწირა ქრისტეს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ იუდასაც. შეუძლებელია ამ დღეს არ ვისაუბროთ იუდას შესახებ. შეუძლებელია ამ დღეს არ ვისაუბროთ იმაზე, რაც გააკეთა მან. თუ ჩვენ დავსვამთ კითხვას, რატომ გააკეთა იუდამ ის, რაც გააკეთა, ჩვენ ამაზე შევეცდებით მოგვიანებით გავცეთ პასუხი, მაგრამ პრაქტიკულად ეს ძალიან რთული კითხვაა, რომელიც სხვადასხვა პერსპექტივიდან, პრიზმიდან უნდა შეიხედოს. ერთის მხრივ ის ასრულებდა ღვთისნებას, მეორეს მხრივ მას ჰქონდა არჩევანის გაკეთების უნარი. მაგრამ მაინც ვინ იყო იუდა? იუდა იყო იესოს ყველაზე ახლო დგომი პიროვნება. ხშირად ამბობენ, რატომ დაიახლოვა ქრისტემ ესეთი ადამიანი, თუ არსებობდა იმის საფრთხე, რომ მას მოეპარა, მას დაეგეგმა ესეთი რამ და რაც თავარი განეხორციელებინა ქრისტეს გაყიდვა. დებოდა ძმებო, იუდა თავისი ცუდი საქციელით აღასრულებს დაწერილ წინასწარმეტყველებას. ეხლა ჩვენ წავიკითხავთ 3 წინასწარმეტყველებას, დაწერილს მასზე, 3 წინასწარმეტყველებას, ძველი აღთქმიდან, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ მესიას უნდა უღალატონ. მესია უნდა გაყიდონ. ის უნდა გასცენ. ეს არის გზა. ასეთია უფლისნება. ზაქარია მე-11 თავი. კითხულობ 12-13 მუხლები. ზაქარია მე-11 თავი, მე-12 და მე-13 მუხლები. ვეტყვი მათ, თუ გეტნევათ, მომეცით ჩემი გასამჯელო, თუ არა და ნუ მომცემთ და მომიწონეთ გასამჯელოთ 30 ვეცხს. მითხრა უფალმა, ჩაყარე ისინი საგანძურში, საუკეთესო საფასური, როგორც დავფასდი მათგან. მეც ავიღე 30 ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში. მაშასე იესო შეფასდა ძველი აღთქმის მიხედვით 30 ვერცხლად. მეორე ადგილი ბიბლიიდან ეს არის ფსალმუნი, მე-40 ფსალმუნი, მე-9 მუხლი. შეგიძლიათ მოინიშნოთ ფსალმუნი, მე-40 ფსალმუნი, მე-9 მუხლი. მე-10 მუხლი. ჩემმა განუყრელმა მეგობარმაც კი, ვისი იმედიც მქონდა, ვინც ჩემს პურს ჭამდა, წიხლი ჩამაზილა. ეს არის პირდაპირი მინიშნება იმის, წინასწარ უწყება იმის, რომ უახლოესი მეგობარი, უახლოესი პიროვნება, ვისი იმედიც ჰქონდა, ასეა დაწერილი, მას უღალატებდა და გასცემდა. და ბოლოს ფსალმუნი 54. ფსალმუნი 54, მე-12, მე-14 მუხლები. ბოროტება მის შიგნით და არ სცილდება მის ქუჩებს სიცრუე და ვერაგობა, რადგან ვინც მე მლანძღავს, ჩემი მტერი არ არის. იმას ავიტანდი, ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა ჩემზე, მას დავემალებოდი, მაგრამ შენ ახარ ის, კაცი ჩემი სწორი, ამხანაგი და მეგობარი ჩემი. ერთად რომ საუბრობდით ტკბილად, ღვთის სახლში დავდიოდით ბრბოს შორის. ფაქტი არის ის, რომ რამოდენიმე წელი, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ რამოდენიმე წელი იუდა ისკარიოტელი იყო ქრისტესთან დაახლოებული პიროვნება. ის ცხოვრობდა მასთან ერთად, დადიოდა მასთან ერთად, მას ჰქონდა ჩაბარებული
ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლიანი მსახურება, მაგრამ ყველაზე მთავარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასწავლებელი ჩვენთვის. დებო და ძმებო, დაწერილია რომ ქრისტემ გააგზავნა მისი მოწაფეები ერთხელ და მისი მოწაფეები წინასწარმეტყველებდნენ, მისი მოწაფეები სასწაულებს ახდენდნენ, მისი მოწაფეები ბოროტსულებს დევნიდნენ. მათ გამოავლინეს საოცარი ნიჭი. წარმოგიდგენიათ, იუდა ადამიანი, რომელიც ქადაგებდა საოცრად. ადამიანი, რომელიც ბოროტსულებს დევნიდა. ადამიანი, რომელიც კურნავდა, ადამიანი, რომელიც საოცარ სულიერ ნიჭებს ავლენდა, ხდება პიროვნება, ვინც გაყიდის ქრისტეს. უღალატებს მას. რატომ გაყიდა იუდამ ქრისტე? თეოლოგების აზრით არსებობს სამი მიზეზი. პირველი მიზეზი. გამომდინარე იქიდან, რომ იუდა არ იყო გალილეველი. იუდა იყო ერთადერთი ქრისტეს 12-თაგანი, რომელიც 12 მოწაფეთაგანი, რომელიც არ იყო გალილეიდან. გამომდინარე აქედან ის გამოეხმაურა ღვთისმთავრების და წიგნობრების მოწოდებას ქრისტეს შეპყრობასთან დაკავშირებით. საუბარი არის იოანეს სახარება მე-11 თავში ჩაწერილ განცხადებაზე, როდესაც წიგნობრებმა და ფარისეველებმა განაცხადეს, რომ ვისაც შეეძლო მოემართა მათთვის, რომ შეეპყროთ ქრისტე. მეორე, რატომ გაყიდა გასა იუდამ ქრისტე? მეორე მიზეზი დაკავშირებულია იმასთან, რომ იუდა იყო ძალიან იმედგაცრუებული ქრისტეთი. მას იმედი ჰქონდა, რომ იესო შევიდოდა იერუსალიმში და მიწიერ სამეფოს მოაწყობდა. აღადგენდა დავითის მეფობას და გამოავლენდა საკუთარ თავს, როგორც ნამდვილი მესია. მაგრამ ის იყო ძალიან იმედგაცრუებული, რომ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ის ელოდა. და არსებობს მესამე მიზეზი, რომ იუდა იმდენად იყო შეყვარებული ფულზე, რომ მხოლოდ ფულის გამო, მატერიალური დაინტერესების გამო მან გაყიდა თავისი მოძღვარი. დებო და ძმებო, ასეა თუ ისე ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ. აქ მარკოზის სახარება მე-14 თაში ჩვენ ვხედავთ სამ შეფასებას ქრისტეს. სამ შეფასებას. პირველი, წიგნობრებისთვის და ფარისეველებისთვის და ღვთისმთავრებისთვის იესო ქრისტე მესია, მათთვის იესოს ფასი იყო 0. მათთვის ქრისტე არაფერს არ წარმოადგენდა. მათთვის ქრისტე იყო მტერი, კონკურენტი, მოწინააღმდეგე. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მოეშორებინათ ეს პიროვნება. იმიტომ რომ იესო პრაქტიკულად ყველაფერს ცვლიდა, როდესაც ის მოვიდა მათ საზოგადოებაში. იესოს ფასი იყო 0 ღვთისმთავრების წინაშე. თუმცა უცნაურია, რომ ეს პიროვნებები თავიანთი შეგნებით და რელიგიურობით ემსახურებოდნენ ღმერთს, რომელმაც წარმოგზავნა მესია. იუდასთვის ქრისტეს ფასი იყო 30 ვერცხლი. 30 ვერცხლი არც უვაჭრია. იუდასთვის იესო ღირდა 30 ვერცხლი. და მან გადაწყვიტა, რომ მარჯვე შემთხვევის დროს გაეცა ქრისტე. მოდით ახლა შევხედოთ ამ ქალს. რა ღირს მისთვის ქრისტე? ამ ქალმა ძალიან ძვირფასი ველსაცხებელი შესწირა და გაიღო, გატეხა და დაამსხვრია იმისათვის, რომ ქრისტესთვის თაყვანი ეცა, რომ ქრისტე ეღიარებინა როგორც ნამდვილ მესიად. ჩვენ თქვით, რომ 300 დინარი იყო მისი წლიური ხელფასი, ჩვეულებრივი მაცხოვრებლის 1 წლის ხელფასი, მაგრამ შეიძლება ამ ქალმა ყველაფერი გასცა, რაც კი ჰქონდა. მისი ოჯახური მემკვიდრეობა, მისი როგორც ერთი თეოლოგი ამბობს, მან გასცა მომავალი და იმედი. მან ქრისტეს გამო გასცა მომავალი და იმედი. დებო და ძმებო, ასეა თუ ისე რა არის ეს მოქმედება? ქრისტემ თქვა, ეს არის სიკეთე. და მე მინდა ერთი ციტატა მოგიყვანოთ. ინგლისელი ფილოსოფოსის ფრენსის ბეკონის, რომელიც ამბობს, რა არის სიკეთე? რა არის სიკეთე? სიკეთე არის ღმერთის ატრიბუტი. ღმერთის ატრიბუტი. ადამიანი, რომელიც სიკეთეს აკეთებს,
ღმერთთან ყველაზე ახლოს დგას. სიკეთე არის ღმერთის ატრიბუტი და ადამიანი რომელიც სიკეთეს აკეთებს ის ღმერთთან ყველაზე ახლოს დგას. ჩვენი რელიგიურობა ვერ მიგვიახლოებს ქრისტესთან. ვერ მიგვიყვანს ქრისტესთან. მხოლოდ და მხოლოდ რწმენა. ამ ქალმა გამოუვლინა რწმენა. ჩვენ არც კი ვიცით რა ერქვა ამ ქალს. ჩვენ არც კი ვიცით რა ბედი ეწია მის ცხოვრებას, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მან იესო შეაფასა არა უბრალოდ კეთილი მოძღვარი, არა 30 ვერცხლი, არამედ ყველაზე ძვირფასი რამ რაც კი შეიძლებოდა მას ქონოდა. და მაინც რატომ 30 ვერცხლი? რატომ 30 ვერცხლი? დებოდა ძმებო, ბიბლიაში არაფერი არ არის შემთხვევით დაწერილი და ჩაწერილი. 30 ვერცხლი ეს იყო მონის საფასური ძველ აღთქმაში. 30 ვერცხლი ღირდა ჩვეულებრივი მონა. დაწერილია რჯულში, თუ მონას მოგიკლავდნენ, ან ხარი ურქენდა, ან სხვა ვინმე დააზიანებდა, მაშინ პიროვნებას ვინც ეს გააკეთა, ან ხარის პატრონს, მონის ფლობელისთვის უნდა მიეცა 30 ვერცხლი. 30 ვერცხლი. ვინ არის ეს მესია? ის არის მონა. ის გახდა ყოვლის შემძლე ღმერთმა მიიღო მონის ხატება, ასე წერს წმინდა წერილი. მან მიიღო მონის ხატება ყველაზე დამცირებული სახე, ისეთი რომ როგორც ესაი ამბობს, შეხედვაც კი არ გვინდოდა, არაფერში არ გვიზიდავდა, ვერაფრით ვერ მოხიბლა, მაგრამ მან მიიღო მონის ხატება. უფრო მეც გეტყვით, აქ დაწერილია იესომ თქვა, თქვენ სულ ყავთ ეს ღარიბები, მაგრამ მე სულ არ გეყოლებით. იცით რატომ? იმიტომ რომ იესო გახდა ყველაზე ღარიბი. მონაზე ღარიბიც. რათა ჩვენთვის მომკვდარიყო ჯვარს. ამ ქალის საქციელით პრაქტიკულად დადასტურდა ის, რომ ეს არის მესია, რომელიც უნდა მოკვდეს. ეს არის მესია, რომელსაც შეუძლია ჩვენი განკურნება და ჩვენი გადარჩენა. ეს არის ის, რომელსაც შეუძლია ნამდვილად გვაზიაროს ღმერთის სიწმინდეს, ღვთის მარლს და მისთვის, დებოდა ძმებო, თუ ჩვენ გვენანება, ჩვენი დრო, წუთი, წამი, ნიჭები, ტალანტები, მაშინ რა ფასი აქვს საერთოდ ამ ფერწმენას? საერთოდ რა ფასი აქვს? როცა ჩვენ თითქოს ეკლესია ეხვეწება ადამიანებს, მოდით მსახურებაზე, გამოიყენეთ თქვენი ნიჭები, რა ფასი აქვს საერთოდ? ნული ფასი აქვს. იმიტომ რომ ჩვენ ამ დროს კლავთ ქრისტეს ცოცხლად. მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა ეს გააკეთეს. გადაწყვიტეს მოეკლათ ქრისტე, იმიტომ რომ მათთვის ქრისტე იყო ნულის ფასი. და ყველას ვისთვისაც ქრისტე არის ნულის ფასი, ის პრაქტიკულად არის მოზიარე იმ საერთო უბედურებისა და ბოროტებისა, რომელსაც ქვია ქრისტეს სიკვდილი. მაგრამ თუ ჩვენ ვართ მზად ყოველგვარი მსხვერპლის ფასად, თუნდაც ეს იყოს დისკომფორტი, მივიდეთ მასთან, ვემსახუროთ, ვაღიაროთ და ჩვენი სიყვარული გამოავლინოთ, მაშინ ეს იქნება ქრისტეს მიერ შეფასებული როგორც დიდი სიკეთე, ლამაზი სიკეთე. და ჩვენ ამას ნამდვილად შევძლებთ თუ ღმერთი შეგვეწევა. მოდით